ერი იოსებ ათონელი, მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა, წერილი მე-6. ასე რომ ისევ მომისმინე, დადემტკიცე საფუძველი, პატარა ლამაზი სასახლე ააშენეს ეცაში. ჭურჭელი შიგნიდან გაასუფთავე, როგორც უფალი გვასწავლის, რომ გარედანაც გასუფთავდეს. რადგან ის, რასაც სხეულისთვის ვაკეთებთ, ფოთლებია, რომლებიც გარეგან ადამიანს ამკობს. ესეც კარგია და მშვენიერი, ის კი რაზედაც ადრე გწერდი, ადამიანს შიგნიდან განწმენს. ის აგიხელს სულიერ თვალს, ამით განიწმინდება გული, რომ იხილოს უფალი იმ დღეს. რადგან გონიერი ლოცვის გარეშე, მხოლოდ გარეგანისგან მცირე სარგებელი გექნება. თუ კი ვერ ხედავთ ცრემლებს უფლის სახელის ყოველ გახსენებაზე, ესე იგი უმეცრებით ხარ ავად, რისგანაც ჩნდება ამპარტავნება და ქვავდება გული. ამგვარად და ეს სიმდაბლე იყო შენი მოძრაობის სამოსელი, თითქოს ხრუბელი ხარ ძმობისთვის, რომელიც ასუფთავებს ყოველნაირ ლანძღვა გინებასა და შეურაცხყოფას. მორწყე სული შენი არა პატივითა და ქებით, არამედ ლანძღვითა და ბრალდებებით, თუნდაც უდანაშაულო იყო. ნურასდროს ეძიებ სიმართლეს, რადგან მაშინ არ იქნები მართალი. როგორი განსასწრელიც უნდა დაუშვას ღმერთმა, ისწავლეთ დუნებების მხნედ მოთმენა. თავის მართლების გარეშე თქვი, შემინდეთ და მაშინაც როცა არ შემცდარ ხარ, შეინანე როგორც შემცდარმა, სულიერი შეგნებით და არა გარეგნულად, თავის აქება და სხვების შინაგანი განკითხვით. მწუხარების დროს ნუითხო ნუგეს ადამიანებისგან, რომ ნუგეში უფლისგან მიიღო. ხიდი, რომელზეც ყველანი გადავდივართ, არის დამნაშავეთა პატიება და თუ არ აპატიებ დამნაშავეს, ანგრევ ხიდს, რომელზედაც უნდა გადასულიყავი. ასე რომ ღვთისთვის სათნო და კეთილი საქმეებით, სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა გახდე და ნუგსურს შენი ენით დაამარცხო ყველა. თუ ლაპარაკისას სიმართლეს ეძებ, ნურს კი იფიქრებ სიმშვიდეზე. სიმართლე ეს არის მოსული განსასწრელის მხნედ მოთმენა, რომ გამარჯვებული გამოხვიდე, იქნები დამნაშავე თუ არა. ხოლო თუ კი ამბობ, მაგრამ რატომ, ებრძვი ღმერთს, რომელიც ამ სიმწარეს გიგზავნის შენი ვნებიანი მდგომარეობის გამო. ღმერთი გვწვრთნის, რომ უვნებობას მივაღწიოთ და თუ ამას ვერ იტან, მაშინ ნამდვილად ებრძვი ღმერთს. შემწერ მრისხანების შესახებ უგუნურის გულში. მრისხანება თავისთავად ბუნებრივია. როგორც სხეულში არის ნერვები, ისევე ის სულის ნერვია. და ის ყველამ უნდა გამოიყენოს დემონების, ერეტიკოსებისა და ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რაც უფლისკენ მიმავალ გზაზე ეღობება წინ. ხოლო თუ თანამოაზრე ძმებზე განრისხებული და წყობიდან გამოსული აფუჭებს შენი ხელით გაკეთებულ საქმეს, იცოდე რომ პატიმოყარეობით ხარ ავად და ბოროტად იყენებს სულის ნერვს. ამისგან ყველას მიმართ სიყვარულითა და ჭეშმარიტი სიმდაბლით გათავისუფლდები. ამიტომ, როცა მრისხანება მოგიცავს, მაგრად მოკუმე პირი და ნუ დაელაპარაკები იმას, ვინც გაწყენინებს ან შეგარცხვენს, ან გამხელს, ანუ მიზეზოდ განგცდის სხვადასხვა გზით. და ეს გველი დაბრუნდება გულში, მოგებჯინება ყელში და რადგან გამოსვლის საშუალებას არ მისცემ, გაიგუდება და გასკდება. და როცა ეს რამდენჯერმე განმეორდება, შემცირდება და ბოლოს სულ გაქრება. რადგან უფალმა გონიერი და უწყინარი შექმნა ადამიანი, ამიტომ ის სიყვარულითა და სათნო მოპყრობით უფრო ადვილად გამოსწორდება, ვიდრე მრისხანებითა და უხეშობით. ეს მეც ძლიერ და დიდ განსასწრელებში აღმოვაჩინე. სიკეთითა და სიყვარულით ბევრი შეგიძლია სათნო გახადო. თუ ვინმე კეთილი ზნისაა, მალე მიაღწევ მის გარდაქმნას უფლის ანგელოზად. ასე რომ ამას შენს გეუბნები და სხვებსაც. ნუ რასოდეს ეცდებით ერთმანეთის გამოსწორებას მრისხანებით, რადგან განსაცდელი განსაცდელს ვერ განდევნის, არამედ ის სიმდაბლითა და გულწრფელი სიყვარულით მარცხდება. თუ ხედავ, რომ მრისხანება წინ უსწრებს, მაშინ დროებით გადადე გამოსწორება და როცა დაინახავ, რომ მრისხანებამ გაიარა, სიმშვიდემ დაისადგურა და ვნების გარეშე მოქმედებს გონება, მაშინ თქვი ის, რაც სასარგებლოა. არასდროს მინახავს, რომ მრისხანებით ვინმე გამოსწორებულიყოს, არამედ ყოველთვის სიყვარულით. მაშინ დარიგებულიც გაიღებს მსხვერპლს, ამიტომ ასე მოიქეცით.
შენი თავისგან აიღე მაგალითი. როდის ხდები უწყინარი, შეურაცხყოფით თუ სიყვარულით. და აღარ გიკვირს სიტყვები, რომელსაც ამბობს ერთი წმინდანი მამათა ცხოვრებაში, რომ რისხანე და გაშმაგებულ ადამიანს მკვდარიც რომ აღადგინოს არ შეუშვებენ ცათა სასუფეველში. ამბობ, რომ აფასებ ჩემს სიტყვას, ამრიგად იმით, რასაც გწერ, გამოცადე მართალია თუ არა ის. და აღჩვევნება, როცა ის მოვა შენს დასახჩობად. ჩაკეტე შენ შიგნით გველი, ერთხელ, ორჯერ და ბევრჯერაც, და მაშინვე იპოვი სიხარულისა და გამარჯვების გზას. და მაშინვე ამოქმედება ლოცვა, რომელსაც შენთვის ვამბობ. და როცა დედა დამარცხდება, დაგნებდება შვილების მთელი ამალა, რომლებსაც მრისხანება ბადებს. რადგან მთავარი ვნებები, რომლებიც ყველა სხვას ბადებს, არის მრისხანება და გულისთქმა. ასე რომ, მთელი ძალით ჩაიხშე მრისხანება ყოველ წამს, როცა კი ამოქმედება და ნახავ, რომ შემდეგ ჯერზე ის უფრო სუსტია და ისევ გააგრძელე მისი განადგურება და გაუჩეხე თავი, როცა დაინახავ, რომ თავს წევს. და მალე გამოიღებ სულძელობის ნაყოფს, უშფოთველობას. ეს მოგიტანს მშვიდობასა და მადლს, რასაც მოჰყვება ყველა სიკეთე. მეორე დედა არის გულისთქმა, რომელიც სიაღმალას ქვემოთ აგდებს. და როცა ყველაფერში თავშეკავებული ვიქნებით, არ მოიმატებს ნივთიერება, არ დაგროდება ზედმეტი სისხლი. ხოლო როცა სისხლი ჭარბი არ არის, ვერ დასცემს ადამიანს, თუნც კი ებრძვის მას. ამგვარად, წინაღუდეგის შეპასუხებით, არ შემოუშვა გულის სიტყვები, არამედ იბრძოლე ლოცვით. იბრძოლე მხნედ და არა უხალისოდ და ისინი მაშინვე შესუსტდებიან. და როცა ასე მოიქცევი, გაიშლება სისპეტაკისა და უბიწოების ყვავილი, რომელიც შენ სულს გამოუთქმელი სიხარულითა და მოლოდინით გაახარებს, რომ შენთვის ამიერიდან გამზადებულია განსასვენებელი ადგილი და ასე შეკრავ ამ ვნებისა და ყველა მისგან შობილის ბოროტებას.